Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში მათ მივესალმები, ვინც სწორედ ახლა შემოგვიერთდა და ვინც უყურებს სტარვიზიას, უსმენს რადიო სტარ FM-ს, როგორც წინა ჩართვაში დაგვირდით. ჩემი სტუმარია სერვის სეირის მფრინავი ბექა ქარუმიძე. ძალიან დიდი მადლობა ბექა იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად დიდი ავიაციიდან გადმოგანაცვლეთ ჩვენს სტუდიაში და ეს არის რუბრიკა, რომელიც ემსახურება იმას თუ როგორ ვირჩევთ პროფესიას მოცნებობთ თუ არა ბავშვობიდან პროფესიაზე და სწორედ ჩემი პირველი კითხვა ესეთი იქნება თქვენც ოცნებობდით თუ არა გამხდარიყავით ფრინავი ბავშვობიდან მოგესალმებით თამუნა მივესალმებით მაყურებელს რა თქმა უნდა ეს არის პროფესია რომელსაც ვერ მიაღწევ ალბათ თუ არ გაქვს ბავშვობიდან მისწრაფება ჩემ შემთხვევაში ეს იყო კოსმონავტობა მინდოდა პირდაპირ გითხრათ პატარაობიდანვე დაახლოებით 4 წლის ასაკიდან მე გავიზარდე მივხვდი რომ ცოტა უნდა დავშვებულიყავი დაბლა ასე ვთქვათ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ჩავაბარე საავიაციო უნივერსიტეტში სადაც დამხვდა ძალიან კარგი გარემო ძალიან კარგი პედაგოგები მეგობრები რომლებმაც უფრო შემაყვარეს ეს სფერო ამას მოყვა მე უკვე სამხედრო ავიაცია მესამე კურსიდან გამიწვიეს ჯარში რა თქმა უნდა ჩემი მონდომებით მოხვდი საავიაციო ბრიგადაში და ასე ვთქვათ მივყევი ამ საქმეს ბოლომდე და კიდევ უფრო შემიყვარდა და მინდა რომ მთელი ცხოვრება ვემსახურო ამ საქმეს. ცოტა არ იყო საქართველოში რთულია, მე მგონი მე ასე ვფიქრობ. ცოტა არ იყო. გამიქარწყლეთ ეს ფიქრები თუ ვწდები. მიაღწიო გახდა დიდი ავიაციის მფრინავი, ხო? ეს არის იმდენად რთული გზა, რომ ალბათ ამ ყველაფერს ნაბიჯ მიღწევა სჭირდება. რა არის საოცრებელი იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი მფრინავი? ნამდვილად დაგეთანხმებით, ეს არის ძალიან რთული გზა, ეს არის მე დავარქმევდი ამას პრობლემას, ეს არ არის უბრალოდ ისე სალაპარაკო საკითხი, ეს არის მართლა ისეთი რთული გზა, რომელსაც უბრალოდ ვერ გაივლის ადამიანი ძალიან დიდი მონდომების, ძალიან დიდი შემართების გარეშე, საჭიროა რა თქმა უნდა ფინანსები, საჭიროა გარკვეული მხარდაჭერა ვინმეს მხრიდან და ამ ყველაფრის გარეშე უბრალოდ ახალგაზრდა მოწადინებული ადამიანისთვის, ანუ მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთულია რომ ეს გზა გაიაროს და მიზანს მიაღწიოს. ეს არის რეალობა დღესდღეობით, თუმცა არავის არ ვაშინებ, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი მოინდომებს და არ დანებდება, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. არსებობს თუ არა სპეციალური სკოლები, სასწავლებელი, სადაც გაივლის ფრინავი გადამზადების კურსი, ან სწავლებას, ჩაუტარდება ტრენინგები, როგორ უნდა მოიქცეს გამოუვალ სიტუაციაში. თუ არსებობს ასეთი სკოლა საქართველოში? რა თქმა უნდა, ამის გარეშე წარმოუდგენელია საავიაციო პერსონალის მუშაობა. ამ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი სასწავლებელი ამ მიმართულებით, რომ ანუ 0-დან ფრინავმა მიიღოს კვალიფიკაცია, ეს არის საავიაციო უნივერსიტეტი, რომელიც ამზადებს ასე ვთქვათ სტუდენტებს პირველივე კურსიდან, ანუ გადის ფრინავი, იღებს უმაღლეს განათლებას და უმაღლესი განათლების პარალელურად ეუფლება თვითმფრინავის მართვის ტექნიკას, რომლებიც ახლა ახორციელებენ ანუ თელავის აეროდრომზე. და ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ხდება გამოცდების აბარება თვითმფრინავის შტურვალთან ინსტრუქტორის მიერ საფრენოსნო გამოცდა ადამიანის იქ ხდება ყველანაირი საავარიო სიტუაციის დამუშავება შემოწმება მფრინავის და ასე შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ მიღებული შეფასებების და საბუთების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი გასცემს ფრინავის ლიცენზიას. აი რა ხდება ამ დროს ეს გამოცდა, რომელიც უტარდება ფრინავს. რას აბარებს ფრინავი ამ დროს? რაში მდგომარეობს გამოცდის საკითხები? გამოცდის საკითხები მდგომარეობს თვითმფრინავის რა თქმა უნდა პირველ რიგში უბრალოდ მართვაზე, ანუ აფრენა, ყველაზე რთული ეტაპები, ჰაერში გარკვეული მანევრების შესრულება და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამას მოყვება საავარიო სიტუაციების იმიტაცია, რაც გამოიხატება ძრავის გამორთვაში არა, არ ვთავთ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს ელირებას ვეძახით, ანუ ფაქტიურად ძრავს აყენებ მინიმალურ რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ძრავი არ გაქვს და მფრინავმა კურსანტმა უნდა მოახერხოს ძრავის გარეშე თვითმფრინავის შეყვანა ასაფრენ ბილიკზე და უსაფრთხოდ დაჯენა. გარდა ამისა არის გარკვეული რთული სიტუაციებიდან, რთული სირცული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცედურები, არის დაფარული კაბინიდან ფრენის, ანუ ინსტრუმენტებით ფრენის ტექნიკის დამუშავება, ასე ვთქვათ, როდესაც თვითმფრინავის წინა შუშებს ფარავენ სპეციალური ფარდებით
და მფრინავმა უნდა მოახერხოს მხოლოდ და მხოლოდ თვითმფრინავის ინსტრუმენტებით თვითმფრინავის მართვა. ეს არის გამოუვალი სიტუაცია, რა? არა, ეს არ არის გამოუვალი სიტუაცია. ეს კონკრეტული შემთხვევა საშტატო სიტუაციაა, თუმცა ითვლება რთულ პირობებად, რთულ საფრენ პირობებად. კი, როდესაც არ გაქვს ხილვადობა, ვერ ხედავ ვერაფერს და უნდა შეძლო თვითმფრინავი მხოლოდ იმ ისრების და ციფრების მიხედვით მართო ფრთხილად. ეს არის ძალიან ბევრი რთული ეტაპი, რომელიც უნდა გაიაროს იმ ადამიანმა, ვისაც უნდა რომ გახდეს ფრინავი. ალბათ არა, ეს არის საპასუხისმგებლო საქმე, როდესაც სხვისი სიცოცხლე აკისრია ფრინავს, ხო? ამასთან ერთად თქვენ ახსენეთ სამხედრო ავიაცია და მე როგორც ვიცი, ასევე სამოქალაქო ავიაცია, სადაც აბსოლუტურად განსხვავებულია, ხო, ეს ორი მიმდინარეობა. თუ ერთი და იგივეა, თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ და უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რაში მდგომარეობს სამხედრო ავიაცია და სამოქალაქო. იცით რა არის, როგორც ავიაცია, ასე ვთქვათ, განსხვავდება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზანი აქვს, სხვადასხვა დავალებები და სხვადასხვა სირთულეებია. თუმცა მე გამოვარჩევ სამხედრო ავიაციას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პატივი, როცა ემსახურები სამშობლოს და შენი პროფესიის პარალელურად გეძლევა საშუალება, რომ დაიცვა შენი ქვეყანა და ემსახურა. უფრო ექსტრემალურიც არის, ხო, ალბათ. რა თქმა უნდა, უფრო ექსტრემალურიც არის, ვერ შევადარებ, სამხედრო ავიაციაში ფრენას, სამოქალაქო ავიაციაში ფრენას. თუმცა გარკვეული სიმძიმეებიც აქვს სამხედრო ავიაციაში სამსახურს, გარდა იმისა, რომ ხარ ჰაერში, მიწაზეც უნდა იყო და იქ მიწაზე ისეთი ლამაზი არ არის ხოლმე ყოველთვის ყველაფერი, როგორც დაუშვათ სამოქალაქოზე, სადღაც თავისუფლების რაღაცებში იზღუდები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც სამხედრო კარიერას თანსდებს. ანუ უფრო რთულია ვიდრე სამოქალაქო. რთულია, მაგრამ მე ვინატრებდი, რომ სამხედრო ავიაციაში ყოფილიყავ. როგორც ფრინავისთვის, ალბათ ყოფილა რთული მომენტებიც, რთული სიტუაციებიც. რამდენად მარტივად გიპოვიათ გამოსავალი სხვადასხვა რთული სიტუაციიდან? თუ ყოფილა ესეთი შემთხვევები? კი, ყოფილა რამდენიმე ისეთი, სერიოზული არა, მაგრამ იყო საკმაოდ ისეთი საკითხოთი შემთხვევები. ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ადამიანი არ დაიბნეს, ანუ უნდა შეხვდე ნებისმიერ პრობლემას ცივად, პირველი მტერი, რაც ამ დროს შეიძლება გამოგიჩნდეს, ასე ვთქვათ, ეს არის პანიკა და შიში. რა თქმა უნდა, შიში ლოგიკურია, ყველა ჭკვიან ადამიანს უნდა ეშინოდეს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ნერვიულობაში, რაღაც პანიკაში და ასე შემდეგ. უნდა შეხვდე პრობლემას ცივად, უნდა იფიქრო ის, რომ რა შეიძლება პირველ რიგში მოიმოქმედო, იმისათვის, რომ გამოიყვანო თვითმფრინავი რთული სიტუაციიდან და რაღაც გარკვეულ მომენტებს ხანდახან მფარველი ანგელოზებიც თამაშობენ ხოლმე, რომლებიც არ უნდა გავაბრაზოთ და ნამდვილად გეთახვევით. ძალიან რთულია გზავრისთვის ასევე ის სიტუაცია, რომ ფრინავი შეიძლება აღმოჩნდეს პანიკაში და ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს. ეს გამორიცხულია, რა თქმა უნდა იყოს გამორიცხული. ამისთვის არის მომზადები. რამდენად მარტივია საქართველოში მიაღწიო ამ პროფესიით წარმატებას? ალბათ არ იქნება მარტივი, მაგრამ რაში მდგომარეობს მაინც ის წარმატების ფორმულა, რაც მიგვიყვანს კარგ მფრინავამდე? ისევ და ისევ ეს არის თავდაუღებელი შრომა, ანუ უნდა იყოს ძალიან ერთგული, უნდა იყოს მონდომებული, არ უნდა ნებდებოდე პატარ-პატარა დამარცხებებისას. ყოველთვის უნდა იარო წინ, ეცადო, ყველას უნდა დაანახო და დაუმტკიცო, რომ ეს არის შენი სფერო და შენ ამის გარდა არაფრის კეთება არ გინდა, მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია. და რა თქმა უნდა, რეპუტაცია, შრომა, სწავლა, კონკურენციის მხრივ ცოტა სირთულეებია. ანუ მაინდა-მაინც იმით, რომ ბევრი ისწავლე და კარგად ისწავლე, სამწუხაროდ საქართველოში თავს ვერავის მოაწონებ, მაგრამ არის ხოლმე კონკრეტული კრიტიკული სიტუაციები, სადაც ხდები შეუცვლელი და აქ უკვე შენი ცოდნა, განათლება, ეს ყველაფერი რაც იშრომე იწვალე, გიფასდება და უკვე აღწევ მიზანს. წარმატების ფორმულა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, ანუ რომ ძალიან ბევრი ისწავლე, ხო? ალბათ უნდა მოხდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ თქვენ სამსახურზეც, ანუ და რომ ვურჩიოთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა აპირებს სისტელა ეკრანთან, რადიო მიმღებთან და უნდა რომ გახდეს მაგარი ფრინავი. იცით რა არის? უნდა რომ გახდეს ფრინავი, რა თქმა უნდა, ეს ალბათ მე ვიყოდი რომ უფრო ეხება ახალგაზრდა ადამიანებს, იმიტომ რომ
ეს არის პროფესია, რომელიც უნდა გინდოდეს ბავშვობიდან. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეუძლია ზრდასრულ ადამიანსაც გახდეს მფრინავი, გახდეს დაიწყოს მოყვარული მფრინავობიდან და გაიაროს რაღაც გარკვეული გზა, მაგრამ ეს არის პროფესია, რომელსაც მფრინავად უნდა გაიზარდო ალბათ, რა უნდა დაიწყოთ 15 წლიდან, 18 წლიდან და ამას მოყვე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, შეისწავლოს ფრენა ნებისმიერ ასაკში. არსებობს ესეთი სამოყვარულო ლიცენზია. დაახლოებით 45 საათი ფრენის სწავლების შემდეგ ეძლევა ადამიანს კომერციის მოყვარული მფრინავის ლიცენზია, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ იქირავოს თვითმფრინავი და საკუთარი მიზნებისთვის იფრინოს ნებისმიერ ადგილას. ესეთ მომსახურებას ჩვენი ავიაკომპანია იძლევა. რაც შეეხება სწავლას, სწავლისთვისაც სიამოვნებით მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოვიდეს და უბრალოდ ყოველგვარი ასე ვთქვათ სასყიდლის გარეშე გავუწევთ კონსულტაციას, დავაკვალიანებთ ამ სფეროში და სიამოვნებით მივიღებთ ყველა სურვილს. ძალიან დიდი მადლობა, მფრინავი ბექა ქარუმიძე იყო ჩემი სტუმარი, მადლობა სტუმრობისთვის. მე უკვე რიგით მომდევნო ჩართვამდე დაგემშვიდობებით ჩემს სტუმარს ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატებები HR